და გადაცემის მსვლელობის დროს ჩვენ შეგატყობინებთ აუცილებლად რა დროისთვის რა მონაცემი არსებობს. ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ თქვენი აუდიტორია ირაკლი ალასანიას აძლევს მხარს. არა, როგორ ყოფთ ამას ბატონ ლევანი? ნებისმიერ შეუძლია, მე კიდევ ერთხელ თუ ვერ უყურა ვერ ინასიცებს. მივმართავ მაყურებელს, ვინც დაუჭირა მხარი თუ ამა თუ იმ კანდიდატს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ჩვენს პროგრამაზე. თქვენი ინფორმაცია გახდა ცნობილი იმ ადამიანების, ვინც ამ ტელევიზორს უყურებს ამარხს. კი ბატონო, ყველა შეუძლია იაქტიუროს, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მაყურებელს იაქტიუროს და დააფიქსიროს მოსაზრება. გადაცემაში რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კახა კუკავა, ლევან ვებხვაძე. მაშასე ბატონ ლევან, პირველი კომენტარი გააკეთა თქვენი მერობის კანდიდატმა, თქვენმა მერობის კანდიდატმა და ეს განცხადება გააკეთა, რომ ქრისტიან დემოკრატულმა მოძრაობამ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა ამ მარჩევნებზე. საუბარია იმ ეგზიტ-პოლის შედეგებზე, რომელიც გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ, თქვენ ეგუებით, ესე ვთქვათ, მარცხს ბატონ ლევან. არა, ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ თუ კი ეს შედეგიც დარჩება, დარჩება შედეგი მაინც, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ გაგებით, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ თბილისში ავიღეთ დაახლოებით 6.9%, არის გაზრდილი მაჩვენებელი. ამას გულისხმობდა მერობის კანდიდატი, რომ წინ არჩევნებთან შედარებით, ვთქვათ, მაჩვენებელი გაზრდილია. თუმცა ეს არ არის, რასაც ჩვენ ველით, გეუბნებით ხოლმე. რასელი თქვენ ბატონ ლევან გამარჯვება. განსხვავებულ შედეგებს ველით და ნახოთ ახლა მე წინასწარ არ მინდა ვისაუბრო, ან ბაქიბუქი ავტეხო ამ სტუდიაში, დაითოლება ბიულეტენები და იმის და მე ხედვით, თუ არ იქნება არ იქნება, თუ იქნება, იქნება. თუ არ იქნება, რა იქნება? ხუთი იმაზე მეტი ვერ აღმოჩნდება ბიულეტენი, რაც ახლა ამ წუთას 800-ს გახდის მომენტში არის და. თუ არ იქნება გამარჯვება, რასაც მაგალითად ყველა ნებისმიერი კანდიდატი ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მივიყვანეთ ჩვენი ამორჩეველი. ანუ არ მოვი ის ამორჩეველი, რომელიც გამოგითხრობს ჩვენ წინასწარ ქონდა და დარწმუნებული ვიყავით, ნიშნავს, რომ ვერ მოახერხეთ და ეს ამორჩეველი ვერ მივიყვანეთ ფიზიკურად. ანუ ენდობით CSKOS მონაცემებს, რომელსაც ის დადებს, ბატონ ლევან, ესე ვთქვათ. არა, მე ჩემი მონაცემები რა აბსოლუტური რიცხვიც მექნება 40,000, 50,000, არავინ არ დამიხევს ამ ბიულეტენებს და არავინ არ გადამიხვრეს. ბუნებრივია, რომ ის შედეგი, რაც მე დამიჯდება, ეს შედეგი არის შედეგი, რაც იქნება. ახლა ბიულეტენი ვინმე დამიხია და გადამიხარა თუ რა იქნება ახლა. ბუნებრივია, ველოდებით დათვლას და ველოდებით რომ ბიულეტენები იქნება ცოტა, კი არა, განსხვავებულად მეტი, ვიდრე არის რეალურად, იმიტომ რომ ძალიან მეორე მე იგივეს გეტყვით, თუნდაც ზვიაძიძიგურის მაჩვენებელი პირობითად ვიძახი მე გაცილებით მეტი მგონია იგივე ეროვნული საბჭოს მაჩვენებელი იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათი ჩვენ გამოკითხვების ჩანდა რომ ერთ კითხვაზე ერთ რამეს ამბობდა ხოლმე წინასწარი გამოკითხვების დროს თუმცა იმის გამო რომ ეს რუსული თემა არ იყო ასე ვთქვათ ტელევიზიის მიერ მუშაობდებოდა განსაზღვრული მიმართულებით ძალიან ბევრი არ იძახდა ამას და ამავდროულად გიგულავს თუმცა აზრობდეთ ან გია ჭანდურის ან იმ სხვას ამიტომ მოდი დაველოდოთ შედეგებს და მე შეგავაკეთოთ საბოლოო გასაგებია ბატონ კახა თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ საკმაოდ ესეთი აგრესიული განცხადებები კეთდებოდა ეროვნული საბჭოს მხრიდან სწორედ ამ არჩევნებთან დაკავშირებით და შედეგებთან დაკავშირებით რაც შეეხება პირველ რიგში უნდა ვთქვათ არანაირი ეგზიტ-პოლი ეს არ არის ეს არის მხოლოდ მართველი პარტიის წინასაარჩევნო PR-ის ნაწილი სხვა შორის მე მახსოვს რომ NDM როცა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები მე უთხარი ამ ინსტიტუტის დირექტორს რომ არჩევნების შედეგების შემდეგაც რა შედეგიც არ უნდა დაგვიწეროთ მაინც შევწყვეტ მეთქი და უნდა ითქვას რომ ის ეგზიტ-პოლის მონაცემები უკვე რაც არის გამოქვეყნებული 4-ჯერ თუ 5-ჯერ მეტია ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგებზე და როდესაც ოფიციალური შედეგები იქნება ეს დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მაღალი იქნება. ანუ თავისთავად ეგზიტ-პოლზე მოდი საერთოდ ნუ ვიმსჯელებთ როგორც რაღაცა გამოკითხვის მეთოდოლოგიაზე. ეს არის კამპანიის ნაწილი და ალბათ ერთადერთი შედეგი რაც ამ ეგზიტ-პოლებში ექნება არის ის რომ ალბათ საქართველოს მთავრობაში გაჩნდება ახალი მინისტრი როგორც თავის დროზე იაკობაშვილი და შაშკინი და ნოდია გაჩნდნენ. ამიტომ შედეგებზე ჩვენ ვიმსჯელოთ ალბათ რამოდენიმე საათის შემდეგ როცა თბილისის საარჩევნო უბნებიდან ჩვენ პირველ ოქროს მივიღებთ ჩვენ შტაბებში. თქვენი მონაცემებით როგორი უნდა იყოს ეს შედეგი ბატონზე ის პადოკა ჩვენ ხმების დათვლა ალბათ ამ წუთებში იწყება. ეს გაგრძელდება დაახლოებით 2-3 საათი და სადღაც 12 საათიდან 11 საათის შემდეგ დაიწერება პირველი ოქმები. ჩვენ სხვა შორის ახლა თქვენ ახსენეთ რომ ყველა კანდიდატი ამბობდა რომ გამარჯვებას ელოდებოდაო ჩვენ არასდროს არ გვიქვია რომ პირველ ტურში გამარჯვებას ველოდებოდით ჩვენი მთავარი ამოცანა იყო რომ პირველ ტურში გიგი უგულავას ვერ მიიღო 30% იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ინიშნებოდა მეორე ტური რომელშიც ავტომატურად ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაიმარჯვებდა ოპოზიციის წარმომადგენელი თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს მეც ახლა რაც ლევანმა თქვა ეს ძალიან ლოგიკური არის 280,000 ხმა და არც ამასთან მიახლოებული ნაციონალურ მოძრაობას არ აუღია არც ერთ არჩევნებზე აქედან გამომდინარე ძალიან საეჭვო არის რომ რაღაცა ტოტალური და უხეში პირდაპირ უნდა ითქვას რომ ოქმების გადაწერის გარეშე 280 ან 230 თუნდაც 220 200,000 ხმა ეს იყო მათი მაქსიმუმი 150 180 200,000 ეს არის მათი
მაქსიმუმის მწვერვალი. აქედან გამომდინარე ის მონაცემები. სხვა შორის ესეც ძალიან საყურადღებო არის, რომ სხვადასხვა არხებზე უკვე არის 60%-იანი ცდომილება გამოკითხვის მონაცემებს შორის და ესეც თავისთავად ცხადია ძალიან არასერიოზული არის. ბატონ კახა, exit poll-ის შედეგების მიხედვით 60%-მა დაუჭერა გიგი უგულავას მხარი. თუ კი ანალოგიური შედეგები შეიძლება 60% არა, მაგრამ ცოტა უფრო მეტი ან ცოტა უფრო ნაკლები დადო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. აი ამ შემთხვევაში რას ვაპირებთ? ჩვენ შეფასების ნაწილში გითხარით რომ ამარჩევნებს ვაფასებთ როგორც არათავისუფალს, არასამართლიანს და აქედან გამომდინარე მისი შედეგები ლეგიტიმური ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. რაც შეეხება როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამაზე, ამასთან დაკავშირებით იქნება რა თქმა უნდა კონსულტაციები პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან, დადასტურებით მე რაც შემიძლია თქვა კახაკუკავამ ყველასთან კონსულტაციების გარეშე რომ ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას ბოლომდე. ეს არჩევნები ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია რომ არის შუალედური ეტაპი იმისათვის რომ მივიღოთ დამატებითი ბერკეტები ამ რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ბრძოლა დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკოლება ქვეყანას სხვა პრეზიდენტი და სხვა ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული პრეზიდენტი. ამიტომ ზოგადი სტრატეგია ნათელია, მაგრამ კონკრეტულად ეს რეფორმას მიიღებს ეს ჩვენი წინააღმდეგობა და პროტესტი, ახლა ამაზე საუბარი დღეს მე ვფიქრობ ცოტათი ნაადრევია. გასაგებია, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში გიგი წერეთელი ახლა ჩვენთან პირდაპირ ხაზზე და ვრთავთ მას. საღამოშტობისა ბატონ გიგი. საღამოშიდობის. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერთვებით და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ფორმატი ესეთია, რთული ასე ვთქვათ, მაგრამ არა უშავს. რა ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ? არა, არ მოხერხდა ალბათ ამ შენობიდან ჩართვა, ამიტომ ქუჩაში ვარ და ცოტა. კი ბატონო. დაძაბული საკვაკ, მაგრამ დაძაბული პერიოდი იყო, არა უშავს, ამასაც გადავიდა. და როგორ ჩაიარა დაძაბულმა პერიოდმა? კვაკოფილი ხართ იმ შედეგებით, რაც მივიღეთ ამ შემთხვევაში? მე ჯერ ერთი მინდა მივესალმო სტუდიაში, არ ვიცი ზუსტად ვინზის. კახაკუკავა ლევან ვეფხვაძე. ვიცი რომ ძალიან კარგი ეს მიწოდი წინასწარ, მაგრამ შეიძლება შეცვლილი იყო. მივესალმები ორივეს მინდა მიულოცო ის რომ მშვიდობიანად ჩატარდა დღევანდელი დღე. მე ვფიქრობ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩვენმა ამომრჩეველმა საზოგადოებამ ვისაც უჭერდა ეს ხალხი მხარს გამოიჩინა ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა და ძალიან მშვიდად ჩატარდა ეს არჩევნები. ეს უკვე არის ძალიან დიდი ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ იქნება სხვადასხვა გვარი შეფასებები, ყველანი ველოდებით საბოლოო შედეგებს, ეს ყველაფერი არის წინასწარი შედეგები, თუმცა არ ამგონია ვინმეს მანამდეც დიდი ეჭვი ქონოდა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაიმარჯვებდა და ასევე გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი გიგი უგულავა თბილისში. ამ წინასწარმა შედეგებმა უფრო გაგვიმტკიცა ჩვენ ეს პროგნოზი და ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია რომ ეს გამარჯვება არის მთელი ქვეყნის. ახლა აქ ერთი პარტიის გამარჯვებაზე ერთი პოლიტიკური გუნდის ერთი კანდიდატის მე მგონი ამ ვითარებაში ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ჩვენ გქონდეს გაცილებით უფრო უკეთესი არჩევნები, უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატია, უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების და უფრო მეტი საქმე, რომელიც უნდა გაკეთდეს და სწორედ აი ამ საქმის კეთებას დაუჭირა ჩემი აზრით. კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ რომ 60%-მა მართლაც დაუჭირა? ბოდიში. მე ვის ველაპარაკები ხა ეკაც თუ მე ვეხედავ. თეა სიჭინავას. თეა ბოდიში უკაცრავ. 60%-მა დაუჭირა მხარი თქვენ ესე ფიქრობთ ამავდროულად 60% ეს რეალური შედეგია ბატონ გიგი თქვენ ამ შედეგს ელოდებით ცენტრალურ საერთაშორისო შედეგები რომელიც იყო წინასწარ ბევრი კვლევის შედეგი იყო საკმაოდ მიახლოებული ამ ციფრთან ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში რამდენიმე კვლევა ჩატარდა სადაც იყო დაახლოებით ამ პარკლებში 57 58 56 ხა საბოლოო დათვლის შედეგად როცა შემოვა კიდევ შემოვა კი არა პრაქტიკულად წინ არის მთელი ეს პროცესი შესაძლებელია მცირე ცდომილება იყოს მაგრამ ეს იქნება მიახლოებული იმ პროგნოზულ შედეგებთან რასაც იყო ლაპარაკი ის ორგანიზაციები ვინც ამას აკეთებენ ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს ძალიან დიდი ხანია მუშაობენ და ჩემი აზრით ასე არ ცდებიან ასევე მინდა ვთქვა რომ მე მესმის ახლა ყოველთვის არის გულს დაწყვეტა ყოველთვის არის მეტის შედეგი მაშინ როცა ვთქვათ აქ არ არის საუბარი პირველ ადგილზე და გამარჯვებაზე მაგრამ ოპოზიცია მაჩვენა რამდენიმე პარტიამ ჩემი აზრია ხან ნუ გაღიზიანდებიან ჩემი კოლეგები რომ საკმაოდ სერიოზული შედეგი და კიდევ შეიძლება რაღაცა გარკვეული დამატებაც იყოს საბოლოო დათვლის შედეგი არ ვიცი ხა მე არ უსურვებ რომ დააკლდეს ვინმეს რაიმე პროცენტი და ეს არის ძალიან კარგი პლაცდარმი შემდგომი არჩევნებისთვის, შემდგომი საპარლამენტო და ბევრი არჩევნები იქნება კიდევ წინ. თავარი ის არის რომ ჩვენ ამ არჩევნებმა არ მოგვიტანოს
არეულობა და არასტაბილურობა